განვიხილოთ მონაცემთა ანალიზი. მონაცემთა ანალიზი სამ ძირითად საფეხურს მოიცავს: მონაცემების ორგანიზებას და გაწმენდას, ანუ მონაცემების მომზადებას, მონაცემების აღწერას, რასაც პირობითად ზოგჯერ აღწერითი სტატისტიკაც ქვია და ბოლოს ჰიპოთეზების შემოწმებას, ანუ დასკვნითი სტატისტიკის სახელიც არის ეს უკანასკნელი ცნობილი. მონაცემების მომზადება გულისხმობს მონაცემების სიზუსტის შემოწმებას, მონაცემების კომპიუტერში შეყვანას და მონაცემთა ბაზის შექმნას. აღწერითი სტატისტიკა აღწერს შესასწავლი მონაცემების ძირითად თავისებურებებს. ის იძლევა წარმოდგენას შერჩევისა და გამოყენებული საზომების შესახებ და უბრალოდ აჯამებს თუ რას აჩვენებს მიღებული მონაცემები. რაც შეეხება ანალიტიკურ სტატისტიკას, იგი ჰიპოთეზებს ამოწმებს, მის საფუძველზე კვლევას მიღებული მონაცემებიდან დასკვნები გამოაქვს. დავიწყოთ კოდირებით. მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი მოითხოვს, რომ შეკითხვებზე პასუხები გადაყვანილ იქნეს რიცხობრივ მაჩვენებლებში. ეს პროცესი კოდირების სახელითაა ცნობილი. კოდირება 4 ძირითად საფეხურს მოიცავს: თითოეულ შეკითხვაზე პასუხისათვის კოდის მიწერას, მონაცემების კომპიუტერში შეტანას, კოდების წიგნის შექმნას და ბოლოს კოდების შემოწმებასა და მონაცემების გაწმენდას. რა მიზანს ისახავს კოდირება? როგორც ვიცით, კითხვარის მიზანია საკვლევი პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მთელი რიგი შემთხვევების საფუძველზე. შემთხვევის ქვეშ, როგორც წესი, ადამიანი იგულისხმება, თუმცა შემთხვევას შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე ორგანიზაცია, სიტყვაზე გინდაც უნივერსიტეტი, ქვეყანა ან თუნდაც რაიმე მოვლენა. თითოეული შემთხვევის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, იქნება ეს ინდივიდის სქესი თუ ასაკი, ქვეყანაში მშობადობისა და მოგზაურობის დონე, მოვლენის მოხდენის დრო და მასში მონაწილე ადამიანის რაოდენობა თუ სხვა, როგორც ცნობილია, ცვლადად იწოდება. კოდირების მიზანი სწორედ თითოეული ცვლადისათვის მნიშვნელობის მინიჭებაა. კითხვარის კოდირების შედეგად ვიღებთ მონაცემების ეგრეთ წოდებულ მატრიცას, სადაც თითოეული რიგი შეესაბამება ცალკეულ შემთხვევას, თითოეული სვეტი კი ცალკეულ სვლას. მონაცემების მატრიცა ჩვეულებრივ არ აღემატება 80 სვეტს, რათა სრულად გამოჩნდეს კომპიუტერის მონიტორზე. მაშინაც კი, როცა რესპონდენტმა არ უპასუხა ამა თუ იმ შეკითხვას, ან გარკვეული შეკითხვა მას არ ეხებოდა. მოცემული შემთხვევის სვლაც მაინც მიეწერება გარკვეული მნიშვნელობა. როგორც წესი, კოდირება ხდება ან კითხვარის შედგენისას, ან მონაცემების მოპოვების შემდეგ. დახურულ შეკითხვებზე პასუხების კოდირება კითხვარის შედგენისას ხდება, ღია შეკითხვებზე პასუხების კოდირება კი შეუძლებელია კითხვარის შევსებამდე. ასე დროს კოდირების ორი ძირითადი გზაა. პირველი, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წინასწარ დადგენილი კოდების სქემა. მაგალითად, უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალობების მიხედვით შეგვიძლია მივაკუთვნოთ წინასწარ დადგენილ კატეგორიებს, როგორიც არის ვთქვათ სოციალური, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებები. მეორე, რესპონდენტთა პასუხების საფუძველზე შესაძლოა შემუშავებულ იქნას კოდების რამდენიმე კატეგორია.
კვლევარი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს კატეგორიები არ არის ურთიერთგადამფარავი და რომ თითოეული მათგანი განსხვავებული ინფორმაციის მატარებელია, ანუ თითოეული რესპონდენტი ცვლადის მხოლოდ ერთ კატეგორიაში უნდა იყოს შეყვანილი. თუ რესპონდენტი ცვლადის რამდენიმე კატეგორიას ერგება, ან ერთ-ერთ კატეგორიას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ან და გარკვეული სპეციფიკური პასუხისათვის ცალკე კოდი უნდა იქნას შემუშავებული. როგორც აღინიშნა, კოდირება დახურული შეკითხვებისათვის კოდების მიწერით იწყება. ეს ჩვეულებრივ კითხვის შედგენისას ხდება და მოსალოდნელი შეკითხვები და მათი კოდები კითხვაში იბეჭდება. თითოეულ კითხვას საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი, პირობითად მას შეიძლება ვთქვათ ID-ს ეძახიან, უნდა ჰქონდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გარკვეული კითხვის მოძებნა და მონაცემების შემოწმება. როგორც წესი, მონაცემების კომპიუტერიზაცია საიდენტიფიკაციო ნომრით იწყება და კვლევარი უნდა დარწმუნდეს, რომ საკმარისი რაოდენობის სვეტები აქვს მისთვის გამოყოფილი. მაგალითისათვის, თუ კითხვის რაოდენობა არ აღემატება 99-ს, მაშინ საიდენტიფიკაციო ნომრისთვის 2 სვეტი უნდა გამოიყოს. თუ კითხვის რაოდენობა სიტყვაზე 999-ს არ აღემატება, 3 სვეტია საჭირო. შესაბამისად, მონაცემების მატრიცა მოიცავს 1 სვეტიან, 2 სვეტიან, 3 სვეტიან და სხვა ცვლადებს. ნაკლულ მონაცემებსაც კოდირების საკუთარი წესები აქვს. პასუხების გაუცემლობის შემთხვევაში, როგორც წესი, 1 სვეტიანი ცვლადისათვის გამოიყენება კოდი 9, 2 სვეტიანისათვის 99, ხოლო 3 სვეტიანისათვის 999 და ასე შემდეგ. მიჭირს სიტყვაზე პასუხის გაცემა, თუ რესპონდენტი ესეთ პასუხს იძლევა, აღინიშნება ძირითადად კოდით 8 ან 98, ხოლო შეუსამამო შეკითხვა კოდით 0. როგორ მოვახდინოთ მონაცემების კოდირება? ნიმუშის სახით განვიხილოთ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართ. სიმარტივისათვის შემოვიფარგლოთ მხოლოდ რესპონდენტთა სქესით, ასაკით, ქორწინებითი მდგომარეობით და უმაღლესი განათლების რეფორმისადმი დამოკიდებულების ამსახველი შეკითხვით. თქვენ ხედავთ მონაცემების კოდირების ნიმუშს. როგორც ითქვა ზემოთ, გამოვყავით სხვა ნიშნებიდან მოცემულ შემთხვევაში, მაგალითისათვის, მხოლოდ სქესი, უნებრივია მამრობიძე და მდედრობიძეა საუბარი, ასაკი პირობითად 20 წლამდე, მერე მოდის 10 წლიანი ინტერვალებით 20-29, 30-39, 40-59 და 50 და უფროსი ასაკის და ქორწინებათა მდგომარეობა, დაუქორწინებელი, დაქორწინებული, განქორწინებული და ქვრივი. და ბოლოს ძირითადი საკითხი, რაც შეეხება დამოკიდებულებას უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართ. კერძოდ, შეიძლება ამ რეფორმას რესპონდენტი სრულიად დადებითად აღიქვამდეს, უფრო დადებითად, შედარებით ნაკლები სრულიად დადებითზე პოზიცია, იყოს ნეიტრალური, არ იცოდეს და გითხრას, რომ მიჭირს პასუხის გაცემა, შეიძლება რეფორმას აღიქვამდეს, როგორც უარყოფითად და ძალიან, ანუ სრულიად უარყოფითად. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში,
კოდების ცხრილის შემდეგი სახის ექნება. ცვლადი ID საიდენტიფიკაციო ნომერზეა საუბარი, სვეტების რაოდენობაა მოცემული და შემთხვევათა. პირველი სქესია, ასაკი ხედავთ, ისევ ქორწინებითი მდგომარეობა და ქორწინების დამოკიდებულება. ცხრილიდან გამომდინარეობს, რომ პირველი რესპონდენტი 21-35 წლის ასაკის დაუქორწინებელი მამაკაცია, რომელიც უარყოფითად აფასებს უმაღლესი განათლების რეფორმას. მეორე რესპონდენტი 51-65 წლის დაქორწინებული მამაკაცია, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია განათლების რეფორმის მიმართ, ხოლო მესამე რესპონდენტი 36-50 წლის დაქორწინებული ქალბატონია, რომელსაც სრულიად დადებითი დამოკიდებულება აქვს მიმდინარე რეფორმის მიმართ. წარმოგიდგენთ კოდების წიგნის მაგალითს და მის ნიმუშს. თქვათ, შევსებული კითხვალების რაოდენობა 500-ია. შეკითხვის როგორია კოდების წიგნის მაგალითი? ხედავთ თქვენ შეკითხვას, ცვლადის სახელწოდებას, სქესის რა ნიშნებით არის ანუ მოცემული, ხო? სვეტების მდებარეობას მოცემულ ცხრილზე, ცვლადის მნიშვნელობას, ნიშნულის მაჩვენებელს, ნაკლური მაჩვენებლებს და ვალიდური მაჩვენებლებსაც. მონაცემების კოდირება საერთოდ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კოდირებისას ან მონაცემების კომპიუტერში შეყვანისას დაშვებული შეცდომები მონაცემების სანდოობას ემუქრება. თხილი კოდირების შემდეგ კვლევარი ამოწმებს კოდირების აკურატულობას, ანუ წმენს მონაცემებს. მონაცემების გაწმენდის ორი გზა არსებობს. პირველი გულისხმობს ყველა ცვლადის კატეგორიების შემოწმებას. შეუძლებელი კოდების ამოსაჩენად. მაგალითად, თუ სქესში შემდეგი სახით გვაქვს კოდირებული, პირველი მამრობითი და მეორე მდედრობითი და სქესის სვეტში კოდი 3 შექმნა, კოდირების ეს შეცდომა ჩაითვლება. მეორე მეთოდია ლოგიკური შეცდომების ამოჩენა. მაგალითად, თუ რესპონდენტი არ არის დაქორწინებული, თუმცა მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ შეკითხვაზე პასუხია გაცემული, აუცილებელია გადავამოწმოთ კოდირების აკურატულობა.